ყოველთვის, როდესაც ამ სავარდელში ვზივარ, თქვენ იცით, რომ ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე, პირადულ თემაზე უნდა ვისაუბროთ და რა თქმა უნდა, არც დღევანდელი ვლოგი არ იქნება გამონაკლისი. იმედია მოგეწონებათ, თუ მოგეწონებათ და გაინტერესდებათ, ჩემი შემდეგი ვლოგები აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი არ დაგავიწყდეთ. ისე მოხდა და ისე დაემთხვა, რომ მე და თქვენ ერთად მოვხვდით ბევრჯერ ქორწილში ისრაელში. ისრაელში ქორწილების თემა მე მგონი ამოვწურეთ. აი დღეს კი მინდა რომ გესაუბროთ უშუალოდ ქორწინებაზე, როგორია ქორწინებაში ყოფნა ისრაელში, უცხოელ, ანუ არაქართველ და ებრაელ ქმართან. ეს ვლოგი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ეფუძნება ჩემს საკუთარ გამოცდილებას და არ არსებობს ამის რაღაცა სტანდარტები და წესები და ყველას როგორც უხარია და მოწონს და უყვარს ისე უნდა იცხოვროს, რა თქმა უნდა, ქორწინებაშიც და ქორწინების გარეთაც. მინდა რომ დავიწყო პირველ რიგში ჩვენი ბავშვობით. მოკლედ, ძალიან მოკლედ, გეტყვით რომ ანუ ჩემი და ჩემი მეუღლის ბავშვობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მე დავიბადე ბნელ 90-იანებში საქართველოში, ჩემი ქმარი დაიბადა ნათელ 80-იანებში ისრაელში. ამიტომ მგონი ყველაფერი ნათქვამია. მახსოვს დედა მიყვებოდა ხოლმე რომ ანუ ჩემ დროს მაგალითად პამპერსი არ იშოვებოდა. პამპერსი კი არა მე მგონი ძლივს გვაბანავებდნენ და გვაჭმევდნენ, ანუ უშუქობის და უწყლობის გადამკიდე. და მახსოვს რომ დედამ მითხრა რომ ისრაელში ჩამოვიდნენ ესე 90-იანებში, მე რო პატარა ვიყავი, შეიძლება არც ვიყავი დაბადებული, არ მახსოვს და მაშინ ნახა პირველად პამპერსი და გაოცებული იყო და წამოვიდა. ანუ ხო წარმოგიდგენიათ, რომ ჩემი ქმარი ჩემზე არის რამდენი წლით დიდი? 5 წლით დიდია და ხო ხვდებით უკვე, აი ამ უმნიშვნელო დეტალშიც რამხელა განსხვავება ჩვენ ბავშვებს შორის. ანუ რისი თქვა მინდა, ჩვენი თაობის ბავშვები საქართველოში ცოტა ძნელად გავიზარდეთ, ძნელად გავიზარდეთ, იმიტომ კი არა რაღაცა ცუდი ბავშვები ვიყავით, უბრალოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად არ იყო შესაძლებლობა იმისი, რაც თქვათ, აქ იყო მაგ პერიოდში. ვაზარებ უფრო თაობებს და დროს და პერიოდს საქართველოსა და ისრაელში და არა, ანუ როგორც ანუ არ ვადარებ ჩემს გამოცდილებას და ჩემს ბავშვობას, ჩემს მეუღლის გამოცდილებას და ბავშვობას და ასე შემდეგ. ანუ შემიძლია თამამად თქვა, რომ ბავშვობაში ჩემს მეუღლეს არაფერი არ მოკლებია და უზრუნველყოფილი ბავშვობა ჰქონდა. ამაში უფრო იგულისხმება აი ხელმისაწვდომობა ყველაფერთვის, რაც აუცილებელი იყო ბავშვის აღზრდისთვის. ახლა ჩვენთან მაგალითად საქართველოში მართლა ვიცი, რომ შუქი არ იყო ხოლმე ხშირად. საათების მიხედვით მოდიოდა შუქი. მაგ პერიოდში უნდა მოგესწრო მაქსიმალურად ყველაფრის გაკეთება, ბავშვის ბანაობა, შემთხვევით ცხოვრა დაიბანო ადამიანმა, საჭმის გაკეთება, ბავშვის საჭმის მომზადება, მოკლედ მთელი ამბები და ეს ყველაფერი იყო საათობით გაწერილი. ხო, ეხლა ეს რო ჩემ ქმარს უთხრა, გაგიჟდება. მე მგონი ამ თემაზე არ გვილაპარაკე, ისე კაი სალაპარაკო თემა მომეცა, დღეს საღამოს ჩავუჯდები და მოვუყვები ამ ისტორიებს. ანუ მე კი ეს ყველაფერი კარგად ვიცი, მაგრამ ჩემმა ქმარმა არ არასაკურველია და ეს დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაუკვირდება და ეუცხოება, რა თქმა უნდა. ყველაფერი მის ბავშვობაში იყო ხელმისაწვდომი ისრაელში და საქართველოში არ აქვს რაღაცა ფინანსურ მდგომარეობას არ გულისხმობ, ფინანსურ მდგომარეობას არ გულისხმობ, აქ უფრო იგულისხმება. ანუ საქართველოში მაშინ ასე თუ ისე ხალხს არ უჭირდა ისე როგორც დღეს, ხო? ანუ ქონდა შესაძლებლობა, რომ რაღაცა გეყიდა, შეგეძინა, მაგრამ უბრალოდ არ იშოვებოდა. და აქაურებისთვის ესეთი რაღაცა ძალიან უცხოა, ხო? და რა თქმა უნდა, ხა აქ აღარ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ანუ მსოფლიო აქვთ მოვლილი ჩემს მეუღლესაც და მის დასაც თავის მშობლებთან ერთად ორჯერ სამჯერ მაინც დადიოდნენ საზღვარგარეთ და აი ყოველ შეხვედრაზე როცა მე ვხვდები ჩემს დედამთილ მამამთილს აი ყოველთვის სხვადასხვა ისტორიას მიყვებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან და ისეთი სახალისოა ხოლმე აი ესეთი რაღაცების მოსმენა რომ დამსიამოვნებს რომ აი ესეთი ბედნიერი უზრუნველყოფილი ბავშვობა ქონდა ჩემს მეუღლეს ჩვენგან განსხვავებით იმიტომ რომ საქართველოში
საქართველოსთან არ ვიცი მაგ დროს ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში არავინ სამოგზაუროდ არ დადიოდა, როცა მე პატარა ვიყავი, მაგრამ დასასვენებლად მახსოვს დავდედით ხოლმე ბათუმში, ვგიჟდები ბათუმზე, აი მაგ წლებიდან მოყოლებული, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია მთელს საქართველოში და აი ჩემი მეუღლე კიდე დადიოდა ამერიკაში, მაგალითად ერთ თვიან ტურში თავის მშობლებთან ერთად, კიდე სად იტალია, გერმანია მოვლილი, აი ამ მქონი ესეთი შემთხვევა, რომ აი სახლში მოსულიყავი და მეთქო, რომ აი დედა იცი რა ისა და ეს იყო საზღვარგარეთ და ვაუ რა მაგარია, ნეტა ჩვენც წავიდეთ. ანუ რაღაც აი თითქოს არ იყო ესეთი ტენდენცია თუ არავინ არ ფიქრობდა საზღვარგარეთ გასვლაზე, არ ვიცი რის ბრალია და შესაბამისად ეს რაღაცა ქვეყნებს რომ ნახულობ ეცნობი კულტურას, ანუ შენც როგორც ადამიანი ვითარდები. ხო, ну რა თქმა უნდა, ამაში იმას არ გულისხმობ, რომ ანუ რაღაც ჩემი ქმარი ჩემზე უფრო მეტად განვითარებულია იმის გამო, რომ ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი და ბევრი კულტურა გაიცნო, იმიტომ რომ შეიძლება ფიზიკურად არ იყო ნამყოფი რაღაც ქვეყანაში, მაგრამ წაკითხული ქონდეს ან გაგონილი ქონდეს ამიდან და ასე შემდეგ. ასნაირად ესე თეთრი შურით ვშურს ხოლმე, რომ ჩემს მეუღლეს და მის დას ასეთი მრავალფეროვანი მოგონებები აქვთ დაგროვილი თავის მშობლებთან ერთად. ეს იმას არნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ მე არ მაქვს ლამაზი მოგონებები ჩემს ოჯახთან ერთად პირიქით. მაგრამ ესეც რაღაცნაირი სხვანაირი გამოცდილებაა და აი მე და ჩემები საზღვარგარეთის ყველა ერთად, აი რამდენი წლის ვარ ხო 33 დღემდე არ ყოფილვართ, აი ყველა ერთად. სანამ მომდევნო საკითხზე გადავალ, აუცილებლად უნდა შევეხო ერთ თემას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ისრაელში. ეს ეხება წარმომავლობას. ისრაელში ეხა ყველა რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში განსხვავდება ხალხი წარმომავლობით, რაჭველი სვანი, მეგრელი და ასე შემდეგ და ყველას რაღაცა თავისებური ახასიათებს, ასევე არის ისრაელშიც, მაგრამ ისრაელში ეს შეიძლება რეგიონების მიხედვითაც დაიყოს, მაგრამ უფრო რაღაცა წინა პრეისტორიული საფუძველი აქვს. ეხლა ამაში რა ვგულისხმობ? არსებობენ ოჯახები, რომლებიც ითვლებიან, რომ არიან ევროპელი ებრაელების შთამომავლები. ამათ ქვიათ აშკენაზი ებრაელები. არსებობენ ასევე ებრაელები, რომლებიც წინაპრებად ითვლებიან ესპანელი ებრაელები, სფაღადი, ასევე არიან ებრაელები, რომელთა წინაპრებით მაროკოდან მოდიან და მათ ქვიათ მაროკოელი ებრაელები. ასეთი ბევრი დაჯგუფება. არსებობენ კიდე ბულგარელი ებრაელები, ეგენ კიდე ცალკე თემად ითვლებიან, აი ნახევრად აშკენაზები და ნახევრად ბულგარელი ებრაელები და ნუ ასე შემდეგ, ძალიან ბევრია. ყველა ეს წარმომავლობა, რაც ჩამოვთვალე, განსხვავდება ერთმანეთისგან, აქვთ აბსოლუტურად განსხვავებული წესები, ჩვეულებები, ზოგჯერ ენაც, საჭმელიც, რასაც აკეთებენ, ყოველდღურად მიირთმევენ, ან დღესასწაულებზე აკეთებენ. ამის მიხედვით თუ რა წარმომავლობის ხარ, ხშირად რაღაცა სტერეოტიპებია ხოლმე ჩამოყალიბებული. ჩემი მეუღლე დედით მხრიდან არის აშკენაზი, ნახევრად პოლონელია და ნახევრად ბულგარელი. ეს არის უბრალოდ აი წარმომავლობა, ხო? ანუ ჩემი ქმარი აქ არის დაბადებული, მისი მშობლებიც აქ არიან დაბადებულები, უბრალოდ მშობლები არიან ჩამოსული. არ მინდა ცოტა გამომივიდეს, ძალიან დიდ პატივს ვცემ ნებისმიერი წარმომავლობის ებრაელს და არაებრაელს და საერთოდ ყველას, მაგრამ აშკენაზი ებრაელებს რაღაცა განსაკუთრებული წარმოდგენა აქვს თავიანთ თავზე, მე მგონი, რასაც მივხვდი და რასაც ვხედავ, რაღაცა განსაკუთრებულ ებრაელად მიაჩნიათ თავი. მაგრამ ეს რაღაც ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში კი არ გამოიხატება, ამით რომ რაღაცა მე შენზე მეტი ვარ და რაღაც ესეთი არა, უბრალოდ აი ესე მიიჩნევენ. ასე რომ ის რაც ჩემს აშკენაზურ, ბულგარულ ქართულ ოჯახში ხდება, რა თქმა უნდა, განსხვავდება ძალიან ბევრი ოჯახისგან და ზოგადად, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, რომ ყველა ოჯახში რაღაცა განსხვავებული ხდება, ხო? პოლონურ, ბულგარულ, ქართული ოჯახი გვაქვს დღეს მე და ჩემს მეუღლეს. შესაძლოა ის აღსანიშნავია, რომ აშკენაზი ოჯახები ზოგადად ძალიან უფრო აი ჩართულები არიან თავიანთი შვილების
ოჯახებში აი თითქმის წარმოიდგინეთ როგორც აი ქართული ოჯახი დაახლოებით იგივე დონეზე. როგორც ქართულ ოჯახებში არიან მშობლები შვილის ცხოვრებაში ჩართული, აი ესე არიან აშკენაზი მშობლებიც ჩართული თავიანთი შვილების ცხოვრებაში. Რა თქმა უნდა, ხა შეიძლება იყოს აგერ მყავს მეგობარი, რომელიც არის მოროკოელი წარმოშობით, მისი მშობლები და ისინიც აქტიურად არიან ჩართულები, რა თქმა უნდა, თავისი შვილის ცხოვრებაში. მშობლები ჩემი მეუღლის ცხოვრებაში ყოველთვის მაღალი ჩართულობით გამოირჩევენ დაახლოებით ისეთივე, როგორც საქართველოში, ხო? ერთი მაგალითი მახსენდება, რომ ჭირო გოგოს ხვდება, რა თქმა უნდა, ბიჭის მშობლები ყველაფერს გამოიძიებენ, ასევე ალბათ გოგოს მშობლებიც ყველაფერს გამოიძიებენ ამ ბიჭზე და პირიქით და აი ასევე იყო ჩემი მეუღლის ცხოვრებაში, როდესაც გოგოებს ხვდებოდა ხოლმე ახალგაზრდობაში, ჩემი დედამთილი დაწვრილებით ყველაფერს გამოკითხავდა ხოლმე და თუ საჭირო იყო, რაღაცა ზარებსაც განახორციელებდა ხოლმე რაღაცა ესე დონეზე წარმოიდგინეთ. აი, მეგონა რომ მარტო საქართველოში ხდებოდა ესეთი რაღაცები, მაგრამ აი ჩემი ქმარი არის ფაქტი იმის, რომ თურმე არა ისრაელშიც არის ესეთი ოჯახები და ისრაელშიც ხდება ესეთი ამბები. ყავს მეგობარი, რომლის მშობლები წარმოშობით არიან მოროკოდან და ისინიც საკმაოდ ჩართულები არიან თავისი შვილის ცხოვრებაში, ფინანსურადაც მხარში უდგან ან როცა საჭიროა, რახან როგორც ამერიკაში რომ ვითომ 18 წლის ხდები და 100% დამოუკიდებელი უნდა იყო და გიჭირს არ გიჭირს, შენი მშობლები შეიძლება არ დაგეხმარონ, არ ვიცი, შეიძლება მას ვაჭარბებ, მაგრამ აქ ესეთი რაღაცა, ჩემს გარშემო არ შემიმჩნევია, ვისაც ოდესმე რამე გაჭირვებია, მშობლები ყოველთვის მხარში უდგანან და აი აგერ დღეს ჩემი მეგობარიც მეუბნებოდა, რომ მისი მშობლები რო არა, ეხლა რაღაც ფინანსურად ძალიან ისეთ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა და პირიქით მშობლებმა შესთავაზეს დახმარება და არ არის რაღაცა თვითონ მივიდა და ფული მომეცით და რაღაცა, პირიქით, ხო? აი რაღაცნაირად ესეც რაღაც ქართულ მენტალიტეტს მახსენებს და ზოგადად აი ჩემ ქმარში ხა შეიძლება არც დამიჯეროთ და შეიძლება ესე არ მოგეჩვენოთ ერთი შეხედვით, მაგრამ ჩემი ქმრის მენტალიტეტი იმდენად გავს ქართველი კაცის მენტალიტეტს ზოგადად ერთი ის არის, რომ დალება არ უყვარს და არ სვამს და არ შეუძლია, თორე სხვა დანარჩენი აი ფაქტობრივად ვერაფრით ვერ განვასხვავებ დიდათ ესე, აი ვერც კი ვიგებ, რომ უცხოელი ქმარი მყავს და აი წყვეზე არა ქართველი. რა თქმა უნდა, განსხვავებებიც არსებობს ბოლოს და ბოლოს სხვა ქვეყანაში გაზრდილები და მოდით ახლა ვისაუბროთ არანაკლებ საინტერესო თემაზე, რომელსაც ქვია ქორწინებამდე ურთიერთობები. ახლა საქართველოსა და ისრაელს შორის აი ამაში ძალიან დიდი განსხვავება, პრინციპში ახლა აღარ ვიცი საქართველოში რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ მე როცა საქართველოში ვცხოვრობდი, ცოტა განსხვავდებოდა სიტუაცია იმასთან შედარებით, რაც ისრაელში ხდებოდა და შესაბამისად რაც ჩემმა ქმარმა გამოიარა და რაც მე გამოვიარე. იმას ვიტყვი, რომ ისრაელში აპლიკაციით გაცნობა Tinderით, სხვა მსგავსი აპლიკაციებით გაცნობა ძალიან ნორმალურია. მსგავსი აპლიკაციებით ოჯახების შექმნილა, აგერ ჩემი მეუღლის საუკეთესო მეგობრებმა სწორედ ასე შექმნეს ოჯახი, არა ერთმა, უკვე მესამე ოჯახი შეიქმნა ის სწორად ასე. და ძალიან მიღებული თემაა და საერთოდ არ ითვლება რაღაც ისე ცუდ ტონად, არც გოგოსთვის და არც ბიჭისთვის. ახლა საქართველოში ვიცი, რომ ეს თვალთ ისეთი მიღებული თემა არ არის. მე პირადად არ მქონია, არასდროს არ გამომიყენებია გასაცნობი აპლიკაციები, არც საქართველოში და არც აქ, უბრალოდ ერთხელ დამაინტერესა, გათხოვილი რო ვიყავი უკვე და ჩემ ხარს უთხარი რომ გეხოწებ მეთქი დავრეგისტრირდები, ვნახავ, გავიგო მაინც რა არის და რა დავკარგე, რას გამოვრჩი. ჩემს მეუღლეს ჰქონდა შესაძლებლობა იმის, რომ სახლში დაეპატიჟა თავისი შეყვარებული. მე ჩემთვის ეს იყო რაღაცა შეუძლებელი. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი მეუღლის ოჯახს არ ეხება, ეს ისრაელში საკმაოდ მიღებული ფაქტია. შემ დროს საქართველოში ასე არ იყო, კიდე განმეორდები. შესაბამისად, ცხოვრება ქორწინებამდეც
მიღებულია 100%-ით და პირიქით უფრო უკითხულმე ის, რომ არსებობენ წყვილები, რომელთაც ერთად საერთოდ არ უცხოვრიათ, ანუ თანაცხოვრებაში ერთად არ ყოფილან და მაგ ნაბიჯის გარეშე ქორწინდებიან. სხვათა შორის, ერთ-ერთი ჩემი პილატესის ინსტრუქტორი სწორედ ასე თხოვდება ერთ თვეში და თქვა რომ მე და ჩემი შეყვარებული ერთად არ ვცხოვრობთ, იმიტომ რომ რაღაც უფრო მორწმუნე ოჯახიდან მოდის ორივე და შესაბამისად ესენი ერთად არ ცხოვრობენ და ეხლა მხოლოდ ქორწილის შემდეგ გადავლენ ერთად საცხოვრებლად. არარელიგიური ებრაელებისთვის ეს უკვე საკმაოდ მიღებული და მისასალმებელი ფაქტია. ჩემი აზრი გაინტერესებთ ამ თემაზე, ალბათ ასაკს გააჩნია, ანუ არ ვისურვებდი რომ ხა 18 წლის ასაკში ჩემი შვილი სხვასთან გადავიდეს საცხოვრებლად. ცოტა ხوار წავქართველებ, არ ვიცი, შეიძლება ჩემს ქმართან განვიხილავ ამას დრო როცა მოვა და საჭიროება როცა იქნება. მომწონს ეს ქორწინებამდე თანაცხოვრება. რაღაცა ძალიან ბევრ რაღაცას გასწავლის, ადამიანს ბოლომდე ვერასოდეს ვერ გაიცნობ, ეს ფაქტია, მაგრამ რაღაცა წარმოდგენა უფრო კარგი მაინც შეგექმნება იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან გაქვს საქმე, ვისთან ერთად უნდა გაატარო მთელი ცხოვრება, ხო? წარმოიდგინეთ, ეხლა რასაკვირველია რაღაცები ხდება გზაში, გზადაგზა 20 წლიან ქორწინებაში, 50 წლიან ქორწინებაში ხდება რაღაცები, ხო? ეხლა ვერ განსაზღვრავ ესე, მაგრამ დაახლოებით, ჩემი აზრით, უნდა იცოდე როგორი ცხოვრება გექნება, როგორი ცხოვრება გელის წინ, როგორ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, მისი ნდობა შეიძლება, მასე დაყრდნობა შეიძლება თუ არა, იმედი უნდა გქონდეს თუ არა, ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ, ჩემი აზრით, ესე თანაცხოვრებაში, ბიუჯეტის მართვასაც უკეთესად სწავლობ. მარტო შენ თავზე აღარ ფიქრობ, უკვე სხვა ადამიანიც არის შენს გვერდზე, ვისაც უნდა იფიქრო. და ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ და მე ვიყავი 30 წლის თუ არ ვცდები, როცა მე და ჩემი ქმარი ერთად გადავედით საცხოვრებლად, ნუ უბრალოდ მე გადმოვედი ჩემ ქმართან საცხოვრებლად, დაახლოებით გაცნობიდან 6 თვის შემდეგ და ჩემი გადმოსვლიდან 6 თვის შემდეგ ჩვენ უკვე დანიშნულები ვიყავით. ხო, ესე გამოვიდა, რომ 6 თვე ვიცხოვრეთ ერთად და ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს თანაცხოვრება ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა გაიწელოს დროში, ვიცი წყვილები, რომ 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, 4 წელი ეს ერთად ცხოვრობენ და არ გვირგვინდება არაფრით მათი ურთიერთობა, ამიტომ ესეც ჩემი აზრით გასათვალისწინებელია. ეხლა ვისაუბროთ სტუმარ მასპინძლობაზე საქართველოსსა და ისრაელში, ან უფრო ჩემს ოჯახში და ჩემი მეუღლის ოჯახში. ხა სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი მეუღლის ოჯახში დიდად თავს არ იწუხებენ, ცუდი გაგებით არ ვამბობ, კარგი გაგებით ვამბობ, არ იწუხებენ თავს რაღაც საჭმელების კეთებით, გრანდიოზული მომზადებით, რომ 3 დღით ადრე და 1 კვირით ადრე და 1 თვით ადრე რომ ემზადებიან ხოლმე საქართველოში, ესეთი რაღაცა არ არის, ხო? ჩემებით ხშირად გვეპატიჟებიან ხოლმე ჩვენს, ასევე ჩემულსაც, არასდროს ყოფილა ისეთი რაღაც რომ მივსულ ვარ სტუმრად და მithქვამს რომ ვაიმე, რატო არ არის საჭმელი და ვაიმე რა ცოტა საჭმელია და ეს ვის ეყოფა და ეს რა არის. არა, თუ გეპატიჟებიან, ყოველთვის საკმარისი საჭმელია ყველასთვის, მშიერი მანდიდან არასდროს არ წამოვსულართ, მოკლედ ამის თქმა მინდა. ასევე ხშირად დავდივართ ხოლმე გარეთ საჭმელად, რაც ხა ჩემ ოჯახში მაგალითად ნაკლებად, მაგრამ ჩემი ქრის ოჯახთან ერთად ძალიან ხშირად დავდივართ გარეთ საჭმელად, ძალიან უყვართ ჩემებსაც, მეც და ჩემ ქმარსაც. მოგეხსენებათ ჩემი გურმანობის ამბავი, რომ აი ესე დაუპატიჟებლად, სიმართლე რომ გითხრათ, არასდროს არ მოდიან სტუმრები არც ჩემებთან იქ, არც ჩემთან აქ. რაც შეეხება ხა ჩემ ოჯახს. ჩემი ქმარი როცა საქართველოში პირველად ჩამოვიდა 3 წლის წინ ჩემთან ერთად და დაინახა რა ხდება ჩვენთან სახლში, რომ მით უმეტეს როცა ჩვენ იქ ვართ, ყველა ჩასულები მეც, ჩემი ძმაც, მამაც, დედაც, ჩემი ქმარიც ხო იყო მაშინ ჩამოსული. ანუ აი ხალხი სტუმარი მოდიოდა სტუმარზე.
ეპატიჟები, არ ეპატიჟები, ყველასთვის კარი ღია, ხო? რა საკვირველია საქართველოში, მე მგონი რაღაც ესეთი ტრადიცია. ნუ ჩვენთანაც ესე იყო და დღეში, არ ვიცი, აი 3 ნაკადი ხალხისა მოედინებოდა და ნუ ჩემი ქმარი იყო შოქში. ამ ხალხს არ ჭირდება დაპატიჟება, თავისით, თავიანთი ნებით, სურვილით მოდიან ჩვენთან სტუმრად და ჩვენც რა საკვირველია, გახარებულები ხვდებით სტუმრებს და ბალაგებს დავშლით ამ სუფრას დღეში 3-ჯერ 4-ჯერ და ნუ მოკლედ აი ძალიან ერთი ბედნიერება და აი ჩემ ქმარს ისე უკვირდა დღემდე უკვირს რომ აი გაოცებულია რომ როგორ წინასწარ არ გითახდებიანო ვინ რა როდის უნდა მოვიდესო მეთქი არა საქართველოში ესეთი რაღაცა ნუ კი როგორ არა ეხა არ გულისხმობ მე იმ ადამიანებს ვინც მუშაობს თემი დღე და მე სახში მოდის და პატარა შვილები ყავს ესე გაუფრთხილებლად ვერ მიხვალ ეგეთი სიტუაციებიც ხო არის მაგრამ ჩვენთან ეხა მართლა ვინ როდის მიდის და მოდის სათვალავი გვერება ხოლმე და არ ვიცი აი მე მაგალითად ეს ძალიან სიამოვნებს და უბედნიერესი ვარ აი სტუმრების მიღებით. იყო დრო, როდესაც მართლა სართულებად ვალაგებდით ხოლმე ჩვენ საჭმელს და ჩემები ერთი კვირით ადრე ემზადებოდნენ ხოლმე დაბადების დღისთვის თუ რაღაც აი დღესასწაულებისთვის, მაგრამ აი ეხლა რაც ის ტენდენცია წამოვიდა რომ ყველაფერი შეგიძლია იყიდო, შეიძინო, გამზადებული და შენ თვითონ არ იწვალ უბრალოდ თანხა გადაიხადო ამაში, აი რაღაც ძალიან გვიადვილებს სტუმრიანობას. ეხლა გეგონოთ რომ ჩემთან სახში სულ ესე მზადსაჭმელებზე მეპატიჟებით სტუმრებს, არა, დედაჩემი არაჩვეულებრივი კულინარია და ყველაფერი, რასაც აკეთებს ძალიან გემრიელად აკეთებს. მაგრამ ანუ ხანდახან უბრალოდ ფიზიკურად ადამიანს დრო არ გაქვს რომ რაღაცა გააკეთო უცბად, ამიტომ აი ეს კარგი გამოსავალია ძალიან. ეხლა რომ ვყვებოდი რომ ჩემი ქმარი საქართველოში ჩამოვიდა პირველად, თქო რაღაცა გამახსენდა, მოკლედ მართლა როდესაც მე და ჩემი მეუღლე ერთად პირველად წავედით საქართველოში და ჩემთან გორში მივედით სახლში, იყო სექტემბერი და სექტემბერში რა ხდება? იწურება ღვინო. და რა თქმა უნდა, ჩემ ოჯახშიც მაშინ იწურებოდა ღვინო და როგორც კი შეაღო ჩემმა მეუღლემ, ჩემი სახლის კარი ეგრევე ჩემმა ბაბუამ და მამამ ჯერ ხო ღვინის ჭიქა მიაჩეჩეს ხელში. მე ღვინო დააწურინეს, გამოათვრეს და დამიბრუნეს მერე ჩემი ქმარი დიდი ჭუბის შემდეგ. ბარემ რახან დალებაზე და ღვინოზე დავიწყე ლაპარაკი, იმასაც აღნიშნავ, რომ ჩემი ქმრის ოჯახში საერთოდ სასმელი არსებობს, ანუ მაგათვის, ნუ ჩემ ქმარს ერთი ლუდი უყვარს, ესე შეიძლება ერთი ბოთლი დალიოს ხოლმე, საღამოს როცა სამსახურიდან დაბრუნდება და ესე რესტორანში თუ წავალთ, ან სადილზე, როცა ჩვენ ორნი ვსხედოთ, შეიძლება ერთი ბოთლი გავხსნათ და თითო ჭიქა დავლიოთ და ჩემებთან პირიქით, ნუ ღვინო ძალიან უყვართ. ესეც კიდევ ერთი საინტერესო კულტურული განსხვავება ჩემსა და ჩემი მეუღლის ოჯახს შორის. ღვინის შემდეგ კიდევ ერთი კულტურული შოკი, რაც ჩემმა მეუღლემ მიიღო, არის ის ფაქტი, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება ერთ ოჯახში ცხოვრობდეს. რამდენი ადამიანია, რამდენი თაობის ადამიანმა შეიძლება ერთ ქართულ ოჯახში იცხოვროს. დედა, მამა, შვილები, მათი მშობლები შეიძლება, მათი მშობლების მშობლები შეიძლება ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ, ხო, საქართველოში. აქ ესეთი რაღაცა აბსოლუტურად მიუღებელია. ისრაელში ესეთი რაღაცები არ ხდება, ყველა ცხოვრობს ცალკე თავისთვის. იყო პერიოდი, როცა ჩვენ და ჩვენი ოჯახი და ბებო ერთად ცხოვრობდით. შვენიერი იყო ყველაფერი, ჩემთვის, ხა ჩვენთვის მისაღებია ხო ეს ფაქტი, მაგრამ მეუღლისთვის ეს არის სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარი პირველ რიგში, რომ აი როგორ შეიძლება ესე აი ორმა ოჯახმა ერთად იცხოვროს სახლში. მით უმეტეს, როცა ხა სხვადასხვა თაობის ადამიანებს შორის დიდი განსხვავებებია ხო და სწორედ ეს იწვევს ხოლმე უთანხმოებას, რასაც ხშირად ვხვდებით ქართულ ოჯახებში. არც კი შევხვედრილ ვარ ისეთ ოჯახს და არც გამიგია ეგეთი ოჯახი, სადაც აი რამდენიმე თაობის ადამიანი ერთად ცხოვრობდეს, არ ვიცი, ახლა რო ვფიქრდები,
არ მინახავს და რაღაც ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე ვნახო. ანუ ეს კიდე სხვა რაღაცებზე ეხა დამოუკიდებელი რა თქმა უნდა ფინანსურ სიტუაციაზეც ასე თუ ისე, იმიტომ რომ ისრაელში ყველას შეუძლია რაღაცნაირად გაიტანოს თავი მარტო თუ სხვების დახმარებით თუ ასე შემდეგ, მაგრამ და საქართველოში ეს ცოტა შეუძლებელია. აი ესეც კიდევ ერთი განსხვავება ქართულ და ებრაულ ოჯახებსა და მენტალიტეტს შორის. ეხლა მოდი მოგიყვებით თუ რა ხდება ქორწილში არა გარემხრიდან, არამედ შიგნიდან. ქორწილს ზოგადად წყვილი აკეთებს მე მგონი 50-50-ზე? არ ვიცი, ნუ ერთად აკეთებენ. წყვილს, ანუ გოგოს რამდენიც უნდა იმდენი სტუმარი შეუძლია დაპატიჟოს, ბიჭს რამდენიც უნდა იმდენი სტუმარი შეუძლია დაპატიჟოს. აი აქ ესეთი რაღაცა არ არის, რომ მე 100 კაცს დავაპატიჟებ, იმიტომ რომ ესეთი შესაძლებლობა მაქვს და შენ მოდი 50, იმიტომ რომ ანუ ამის შესაძლებლობა გაქვს. ესეთი რაღაცა არ არის. ეხლა გეტყვით რატომაც არ ხდება ესეთი რაღაცა ისრაელში. იმიტომ რომ ისრაელში არ არსებობს საჩუქრების კულტურა ქორწილში. ანუ ყველა სტუმარი მოდის თანხით. ფულით. ყველამ ასე თუ ისე იცის თუ რა თანხა უჯდება წყვილს ერთი ადამიანის გამასპინძლება. ეხლა რა საკვირველია ამაში დაახლოებით ვამბობ, იმიტომ რომ ეხლა არავინ არ დაგირეკავს და გეტყვის რომ იცი რა მე ერთი კაცი დამიჯდა 470 შეკელი და იცი რა ანუ 500 შეკელზე ნაკლებად მე სტუმარს ვერ მივიღებ. ანუ ესეთი რაღაცა არ არსებობს. მეტნაკლებად ყველამ იცის რა ფასებია და შესაბამისად მოდიან საჩუქრებით, ფულადი საჩუქრებით. ამიტომ ისე გამოდის ხოლმე, რომ თითქოს აი ქორწილს თლად შენი ჯიბიდან არ აკეთებ. და სტუმრები გეხმარებიან, ასე ვთქვათ, ქორწილის გადახდაში. ხა არ ვიცი, მომწონს თუ არა და მივესალმები თუ არა ამ ფაქტს, ჯერ ვერ გადამიწყვეტია, მაგრამ ნუ ესეთი წესია. ჩემი და ჩემი მეუღლის შემთხვევაშიც ასე იყო. ორივეს ისე მოხდა, რომ ძალიან ცოტა სტუმარი გვყავდა. ნამდვილად არ ვიცი, სხვები როგორ აკეთებენ და რანაირად აკეთებენ, მაგრამ ჩვენ რაც გავაკეთეთ იყო, რომ დავსახეთ ბიუჯეტი საქორწილო წინასწარ და შესაბამისად აი იმ ძირეული თანხის მიხედვით გადავანაწილეთ ყველაფერი და აი სრულიად ჩავეტიეთ ჩვენს ბიუჯეტში. ამაში შედიოდა ჩემი საქორწილო კაბა, ეს გულისხმობ ისრაელის ქორწილს, საქართველოს ქორწილი ამაში არ შედის. ხო, და ანუ ჩემი აზრით ძალიან ჭკვიანური იყო. ხა ჭკვიანური როგორ გითხრათ, ხა ჩვენ ძალიან ცოტა სტუმრები გვყავდა, ბევრ რაღაცას ვერც გავაკეთებდით, იმიტომ რომ თვითონ დარბაზიც ძალიან პატარა იყო შესაბამისად, ბევრი რაღაცების გაკეთება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ისევ და ისევ ზომის და წონის გამო, ამიტომ ჩვენ შემთხვევაში ესე გადაწყდა. არ ყოფილა ესეთი რაღაცა, რომ აი ჩემ აქ არ მომიყიდე საქორწილო კაბა, ან რაღაც, აი ყველაფერი საქორწინო ბეჭდებიც კი ძალიან უბრალო, აი ამ თანხაში ჩავატიეთ. ზუსტად. ნამდვილად არ ვიცი სხვა წყვილებში როგორ ხდება ეს საქორწილო ბიუჯეტის გადანაწილება ისრაელში გულისხმობ, მაგრამ ნუ ჩემ შემთხვევაში აი ასე მოხდა. შეხება ბიუჯეტს და თუ როგორ არის ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის ბიუჯეტი გადანაწილებული. ხელფასის შესაბამისად. ვისი ხელფასიც მაღალია, შესაბამისად მისი გასავალიც უფრო მაღალია. ეს ჩვენ შემთხვევაში. ზოგადად წყვილებში თანხა იყოფა ყველაფერი, აი რაც ეხება სურსაც, გადასახადებს სახლში, სახლის ქირას 50-50-ზე. ამ შემთხვევაში ასე არ არის. ჩემი ქმარი არის რაღაცეებზე პასუხისმგებელი, თავისი ხელფასიდან გამომდინარე და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მე ჩემი ხელფასიდან გამომდინარე ვარ სხვა რაღაცებზე პასუხისმგებელი. ნუ მოკლედ აი ეს 50-50-ზე გადანაწილებული ჩვენთან არ არის. ისრაელში ძალიან ხშირია, როცა წყვილი ქორწინდება, საერთო ანგარიშის გახსნა. ან უკვე არსებული ანგარიშების შეერთება. ჩვენ ესეც არ გაგვიკეთებია. ყველას ჩვენ თითოეულს გვაქვს ჩვენი საკუთარი ანგარიში. ჩემ ქმარს შეუძლია, რა თქმა უნდა, დახარჯოს ფული იმაში, რაც უნდა უყვარს და მოწონს და ანალოგიურად მეც
არც ერთი ერთმანეთს არ ზღუდავთ, ზრდასრული ადამიანები ვართ და მე მგონი რომ ნორმალურად შეგვიძლია ჩვენი ბიუჯეტის წარმართვა. რაც შეეხება, როცა დავდივართ პაემნებზე, რა ხდება? ამ შემთხვევაში ჩემი მეუღლე პატიჟებს ხოლმე, მაგრამ მე ჩემი მხრივ ვცდილობ ხოლმე, რომ აი ჩემი მეუღლის დაბადების დღეზე ყოველთვის შევარჩიო ძვირფასი და ძვირადღირებული რესტორნები და ანუ ჩემი სამადლობელი ესე მას დაბადების დღის როგორც ერთ-ერთი საჩუქარი დაბადების დღის სადილად გადავუხადო ხოლმე და ანუ ესე რამდენიმე წელია უკვე რამდენიმე წელი სულ 3 წელი რაც ერთ დავთვართ, მაგრამ ანუ ამ 3 წლის განმავლობაში რამდენიმე ძვირადღირებულ რესტორანში ამოვყავით თავი. სახლის საქმეები. ჩემი ქმარი არ გეგონოთ რომ რახან უცხოელია სახლის საქმეებში ძალიან მეხმარება. ანუ რა თქმა უნდა თუ თხოვ მაღაზიაშიც წავა, ჭურჭელსაც დარეცხავს, ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ აი ისე რომ აი რაღაც თავისი ინიციატივით რაღაცა გააკეთოს, რა თქმა უნდა, ესეთი რაღაცა ჩვენ ოჯახში არ არსებობს, ამიტომ სახლის საქმეები მთლიანად ჩემზეა. მაგრამ ეხლა იმის გამო რომ მე სრული გრაფიკით ვმუშაობ, დღეში 9 საათი და 8-ზე გასული მოვდივარ სახლში 8-ზე, დილის 8-ზე გასული საღამოს 8-ზე და ჩემი მეუღლე უფრო ადრე მოდის სახლში და ხანდახან სახლიდანაც მუშაობს. რაღაცების გაკეთება ჩემს მეუღლეს ასე თუ ისე უწევს, მაგალითად სარეცხის დარეცხვა და გაშრობა, ასე ვთქვათ, ეს ჩემი მეუღლის ფუნქცია მოვალეობაში შედის მას შემდეგ, რაც მე სამსახური დავიწყე. იმიტომ რომ ჩემ ძველ სამსახურში რაღაც უფრო თავისუფალი გრაფიკი მქონდა, ადრე ბრუნდებოდი სახლში, სახლიდანაც მუშაობდი და ყველაფერს თავისუფლად ვასწრებდი და ეხლა ნუ ფიზიკურად სამსახურიდან რომ მოვდივარ, მაღაზიაში უნდა შევიარო, რაღაცები ვიყიდო პროდუქტები, მე ამოვიტანო, მე მოვამზადო, მე მოვწესრიგდე და მეორე დღეს ისევ სამსახურში წავიდე, იმიტომ რომ მე მახსენე ერთ წინა ვიდეოშიც, რომ სულ მუშაობ ოფისიდან და არ მაქვს შესაძლებლობა, რომ სახლიდან ვიმუშაო და ფაქტობრივად ძალიან ცოტა დრო მრჩება ყველაფრისთვის. ზოგ წყულში რასაკვირველია, ყველაფერი გადანაწილებულია 50-50-ზე, შინ და გარეთაც ბევრისთვის მისაღებია, ბევრისთვის არ არის მისაღები, ასე რომ ვისაც როგორ გაეხარდება და როგორ მოუხერხდება, ისე უნდა შეარჩიოს სტილი, ცხოვრების სტილია და სულ ეს იყო, რაც მინდოდა თქვენთან გამეზიარებინა, რომ შევაჯამო ძალიან ისეთი საკმაოდ დაბალანსებული და შეხმატკივრებულები ვართ, ასე ვთქვათ, იმის მიუხედავად, რომ განსხვავებული კულტურიდან მოვდივართ ორივეს დაახლოებით ერთი და იგივე მენტალიტეტი გვაქვს, თუ ორივე ერთნაირად ვაზროვნებთ, ალბათ უფრო სწორი იქნება ამის თქმა, არ ვიცი მე განვიცადე ასიმილაცია თუ ყოველთვის ესეთი ვიყავი და იმიტომ მეჩვენება ასე რომ ანუ კარგად ვუგებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ მე უკვე ამდენი წელია ისრაელში ვარ და რაღაცები ჩემში შეიცვალა. ალბათ შეიცვალა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ყოველთვის ანუ საქართველოშიც ისევ ანუ ესე ვიფიქრებდი და ესე თის ცხოვრების სტილი მექნებოდა, ну შეიძლება ის დაგვარდეთ ხო რასაკვირველია. რა თქმა უნდა, ხა ყველა წყვილი კამათობს, რასაკვირველია და ძალიან ბუნებრივიც არის და ჩვენც გვიკამათია და ну საბოლოოდ მე ორივე რაღაცნაირად სწორ გადაწყვეტილებამდე მივდივართ ხოლმე. ამიტომ რაღაც ესეთი დაძაბულობა და გაუგებრობა, რაც მთავარი ან მის კომუნიკაცია, რაც ხშირად ხდება ოჯახებში და წყვილებს შორის, ჩვენთან ესეთი რაღაცა ჯერჯერობით არ მოხდარა, თუმცა წინ კიდევ ბევრი წელი გვაქვს ერთად გასავლელი. და ნახოთ. მე მგონი ყველაფერი გაგიზიარეთ, რის თქმაც მინდოდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. და თუ მოგეწონათ, ან არ მოგეწონათ, გამიზიარეთ. თუ რაღაცა დამჭა, პასუხ, გაუცემელი შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. მადლობა, რომ მიყურეთ. ან მისმინეთ, ან მიყურეთ და მისმინეთ და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ვლოგში. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, რომ ჩემი შემდეგი ძალიან საინტერესო ვლოგები არ გამოგრჩეთ.